ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მინო გეთანხმება წიგნის წამალი არ არსებობს ახლოვდება შობა და ესე იგი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ერთად მოკლედ ბევრმა გამომცემელმა გადაწყვიტა რომ რადგან შობა ახლოვდება და იციან რომ უამრავი ადამიანი მიადგება თბილისის იმას რა ქვია სავაჭრო ცენტრს თბილისი მოლს ესე ქვია ხო და ძალიან ბევრი ხალხი იქნება ისედაც სავსეა ხოლმე თურმე და მით უმეტეს გადაწყვეტა იქ მოაწყო წიგნების ფესტივალი ანუ რო შეხვალ ეს სანამ სხვა საჩუქარ შეიძლება შულებისთვის მშობლებისთვის დაფრენია ყველა გამომცემელი ერთად 25-ში იწყება ესე იგი 4 დღე იქნება 25 დეკემბერში იწყება ზუსტად შობა ანუ რომ მიადგები თბილისი მოლს ხო ასე ქვია ყველა თვითონ წიგნი მე უნდა წამოიღო აბსოლუტურად გეთანხმებით შემო გადასა ანუ ყველა იმ საჩუქართან ერთად წიგნიც აუჩნდება და სწორედ ძალიან დიდი პროგრამა აქვს მწერლებთანაც იქნება შესაძლებელი საბავშვებისთვის განსაკუთრებით მოკლედ შევთანხმდით რომ 25-დან კი ვისიც სადღაც წავიდეთ ისე გამოგვიდა რომ წელს 3 ფესტივალი გვაქვს წიგნების რაც განასარევია ეხლა ხანს იყო იცით მედუბეში და ესე იგი თბილისის მოლში არ დავჭერეთ წიგნებს ალბათ ფასდაკლებითაც იქნება კი ძალიან ეს არის არნახული ფასდაკლება ასეთი ფასდაკლება დიდი მადლობა ნინო რომ გამახსენე არ ყოფილა ჯერ წიგნების საქართველოს იმიტომ რომ შობა როგორც ხდება ხოლმე ახლოვდება ახალი წელი ჩვენთანაც მომდენ ხოლმე გარკვეული პერიოდში აქაც ძალიან ნორმალური ფასებია და ეს იქნება ყველაზე დიდი ფასდაკლება იქ ასე რომ ეს ყველას ვეპატიჟებით მოკლედ ყველა რა არჩევანი